ჩვენ ვაგრძელებთ ლექციებს ასაკობრივი განვითარების შესახებ და დღეს ჩვენ განვიხილავთ განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტს ისეც როგორიც არის ემოცია და ემოციათა განვითარება ბავშვებში. მაგრამ სანამ გადავიდოდეთ თვითონ ამ განვითარების საკითხებზე თუ როგორ ვითარდება ემოციები დაბადებიდან მოზარდობამდე, მანამდე მინდა შევახო თვითონ ემოციის განმარტებასა და ვისაუბრო მისი ფუნქციების შესახებ. მოვლენები თავისი მნიშვნელობის მიხედვით შესაბამის რეაქციებს იწვევს ადამიანში. ეს ყველასთვის ნაცნობი მომენტია. ემოცია სიტუაციის პიროვნული მნიშვნელობის სწრაფი შეფასებაა უკვე, რომელიც გარკვეული ქმედებებისთვის ამზადებს პიროვნებას. მაგალითად, ბედნიერების შემთხვევაში ადამიანი ცდილობს გაიხანგძლივოს სიტუაცია. სევდა პირიქით პასიურობისაკენ უბიძგებს მას, შიშს გაურბის ადამიანი. ასეთ შემთხვევაში ემოცია გამოხატავს ადამიანის მზადყოფნას ჩამოაყალიბოს, შეინარჩუნოს ან სრულებით შეცვალოს საკუთარი დამოკიდებულება მისთვის მნიშვნელოვანი საკითხისადმი. ემოციისადმი ფუნქციური მიდგომის ამსახველი ბოლოდროინდელი თეორიები ამტკიცებენ, რომ ემოციის ძირითადი ფუნქცია გახლავთ პიროვნული მიზნების მიღწევისადმი მიმართული ქცევის გამოწვევა გახლავთ. ნებისმიერი მოვლენისადმი პიროვნულ დამოკიდებულებას შეიძლება ითქვას, რომ სხვადასხვა მიზეზი აქვს. მოდით განვიხილოთ ეს მიზეზები. პირველი მიზეზი შემდეგში მდგომარეობს. შესაძლოა თქვენ მაგალითად გქონდეთ დასახული მიზანი, რაღაც მაგალითად გამოცდის ძალიან წარმატებით კარგად ჩაბარება, მაგრამ აი ამ გამოცდის სიტუაციამ, თვითონ სიტუაცია აღმოჩნდეს ისეთი, რომ თქვენში ძლიერი ემოცია გამოიწვიოს. მეორე მიზეზი მდგომარეობს შემდეგში. სხვა ადამიანების სოციალურმა ქცევამ შესაძლოა თქვენთვის ამა თუ იმ სიტუაციის მნიშვნელობა შეცვალოს, მაგალითად ქუჩაში შემხვედრ ადამიანს, რომელიც გიღიმით, თქვენ ღიმილითვე პასუხობთ. მესამე მიზეზი გახლავთ შემდეგი, ეს გახლავთ უკვე ძალიან სუბიექტური, სულიერი მდგომარეობა. ყოველი ხმა, სურნელი, შეხება, შეიძლება ითქვას მოგონება, წარმოსახვა შესაძლოა გახდეს პიროვნული, რაც დადებით ან უარყოფით ემოციას გამოიწვევს თქვენში. თქვენი ემოციური რეაქცია თავის მხრივ იმავე გრძნობის კიდევ ერთხელ გამოცდის სურვილს გიჩენთ. მოდით მე მინდა რომ ყურადღება მიაქციოთ ადამიანსა და გარემოს შორის ურთიერთკავშირის შედეგად წარმოქმნილ ემოციებს და მათ ცვალებადობას გარემო პირობების მიხედვით. ფუნქციური თეორიის მიმდევრები, მაგალითად, მათი აზრით, ემოციები ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში, ეს არის შემეცნებითი დამუშავებისას, სოციალური ქცევისას და თვით ფიზიკურ სიჯანსაღებშიც კი არსებით როლს ასრულებენ. მოდით განვიხილოთ, რომ არეგულირებს ემოცია გამოცდილებას აი ამ თითოეულ ასპექტში. პირველ რიგში ემოცია და შემეცნებითი დამუშავება, ესე ვთქვათ, მის ემოციური რეაქციების შესწავლას მივყავართ იმ აზრამდე პრინციპში, რომ ემოცია გადარჩენისთვის არის არსებითი მდგომარეობა. მაგალითად, მზრუნველის მიერ ეს მშობელი იქნება თუ სხვა ვინმე, არ აქვს მნიშვნელობა. მკაცრად ნათქვამი არა
ახალ ფეხადგმულ ბავშვთა უმრავლესობისათვის საკმარისია იმისთვის, რომ არ მიუახლოვდნენ მისთვის სახიფათო რაიმე, ვთქვათ, ცხელ საგანს, ან კიბეს, რომლის განაჩინება გადავარდნენ. იმისათვის, რომ ბავშვი მსგავს საფრთხეს ავარიდოთ, სულაც არ არის საჭირო ბავშვმა შოკი ან დაცემისგან გამოწვეული რაღაცა მძაფრი ტკივილი გამოსცადოს. ჩვენ ეს მას შეიძლება ავაცდინოთ ისედაც თავიდან. ჩვენს მოქმედებაში ემოციურ შემეცნებითი ურთიერთკავშირი ქცევაზე ფოთვის გავლენის დროს აშკარად შეიმჩნევა. ბავშვებსა და მოზარდებში ძლიერი ან სუსტი შფოთვა აზროვნებას აფერხებს. ზოგიერთი შფოთვა შესაძლოა ხელშემწყობიც კი აღმოჩნდეს ამისთვის. ემოციებს მეხსიერებაზეც კი ძალიან დიდი გავლენა აქვს. მაგალითად, ექიმის კაბინეტში ყველა ბავშვისთვის ძალიან არადადებით ემოციებთან დაკავშირებული მომენტი, აცრით გამოწვეული ტკივილი ან სისხლის ანალიზის კეთებისას ბავშვს უფრო კარგად ამახსოვრდება, ეს ნაკლებიც იქნა, ვიდრე ნაკლებად სტრესს გადატანილ ბავშვებს. ამავდროულად აგზნებული ბავშვი ხშირად იმდენად ყურადღებიანია შიშის მომგვრელი მომენტის მიმართ, რომ ვერც კი ამჩნევს რა ხდება მის ირგვლივ. ემოციასა და შემეცნებას შორის ორმხრივი ურთიერთობაა. დინამიკური ურთიერთქმედება უკვე ადრეულ ბავშვობაში შეიმჩნევა. ერთ-ერთი გამოკვლევის დროს მაგალითად კვლევარებმა 2-დან 8 თვემდე, ანუ წლამდე ასაკის ბავშვებს ასწავლეს, რომ მათთვის სასიამოვნო გამოსახულების დასანახად და გერების მოსასმენად ძაფის გამოკაჩვა იყო საჭირო. გამოკაჩავდნენ თუ არა ამ ძაფს, ისინი ამ გამოსახულებას დაინახავდნენ და მათთვის სასიამოვნო მელოდიას მოისმენდნენ. მას შემდეგ, რაც ბავშვებმა ამ ამოცანას თავი გაართვეს, მათი საპასუხო რეაქცია ინტერესი, ბედნიერება და გაკვირვება იყო. აი ეს 3 ემოცია გახდათ, მაგრამ მცირე პერიოდის შემდეგ ძაფვის გაკაჩვა, აღარ გამოკაჩვა და შესაბამისი, ვთქვათ, გამოსახულება აღარ იწევდა მიმზიდველ ბგერას. ბავშვების ემოციური რეაქცია სწრაფად შეიცვალა. უმეტესობაში ეს სიბრაზეში გადაიზარდა, ეს დადებითი ემოციები ახლა უარყოფითში გადაიზარდა, ხოლო დანარჩენებში უბრალოდ მოწყენილობა დაისადგურა, ესე ვთქვათ, აი ამ ტიპის ემოციამ შეცვალა დადებითი ემოციები. მხოლოდ ერთხელ მოხდა უჩვეულო რამ ამ კვლევის შედეგად ბავშვებმა, რომელთა რეაქცია ბრაზით შეიცვალა, ინტერესი ხელახლა გამოხატეს მაშინ, როცა მოწყენილმა ბავშვებმა საერთოდ ზურგი შეაქციეს ამ სიტუაციას. კონკრეტულ უნარში გაწაფვამ ემოციებისა და შემეცნებითი დამუშავების შერწყმა განაპირობა, ეს კვლევა ამაზე მიგვინიშნებს, რაც შემდგომში სწავლის მასტიმულირებელი გახდა თავის მხრივ. ძალიან საინტერესო საკითხი ასევე ემოციებთან მიმართებაში გაახლავთ ემოციები და სოციალური ქცევა. ბავშვების ისეთი ემოციური სიგნალები, როგორიცაა სიცილი, ტირილი და ინტერესი სხვათა ქცევაზე დიდ გავლენას ახდენს, ხოლო სხვათა ემოციური რეაქცია თავის მხრივ ბავშვის სოციალურ ქცევას არეგულირებს. ანუ ესე ძალიან ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული მოვლენებია. მზრუნველსა და ჩვილ ბავშვს შორის ურთიერთდამოკიდებულების დეტალურმა ანალიზმა გამოავლინა თურმე, რომ 3 თვემდე ურთიერთობის კომპლექსური სისტემა იმ სტადიაშია, როდესაც პარტნიორები ერთმანეთის სიგნალებზე სათანადოდ და დროულად პასუხობენ. რამდენიმე კვლევის დროს ემოციური სიგნალების გაცვლა ხელოვნურად შეწყვიტეს. კერძოდ, მშობლებს მიაღებინეს ძალიან ინდიფერენტული ან გაყინული სახეები, სთხოვეს მიეღოთ ესეთი გამომეტყველება, რათა მათ არ გადაეცათ ბავშვებისთვის რაიმე სიგნალი.
ბავშვების სახის მიმიკით სხვადასხვა გერებითა და საპასუხო რეაქციის ამ მშობლებში საპასუხო თუ სხეულის მოძრაობითაც ხანდახან მშობლებში უკვე ჩვეული საპასუხო რეაქციის გამოწვევას ცდილობდნენ. მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. როდესაც მათი ყველა მცდელობა ამაო აღმოჩნდა, უკვე ზურგი შეაქციეს, ან წარბები შეჭმუხნეს და სულაც ტირილი დაიწყეს ბავშვებმა. უემოციო სახეზე რეაქცია ამერიკელ, კანადელ და ჩინელ ბავშვებში იდენტური აღმოჩნდა ამ კვლევისა. აშკარაა, რომ პატარა ბავშვებიც კი პარტნიორთან პირისპირ ყოფნის დროს საპასუხო ემოციურ რეაქციას ელოდებიან. ასაკთან ერთად ემოციის გამოხატვა მეტად შეგნებული ხდება. სწორედ მისი მეშვეობით ამყარებენ ჩვილები ურთიერთობას, ხოლო სხვათა გეგმებისა და განზრახვების გასაგებად ბავშვები მათ ემოციურ რეაქციებს აკვირდებიან. ეს მათთვის მნიშვნელოვანი სიგნალი ხდება. ასაკთან ერთად ემოციის გამოხატვა შეგნებული ხდება, სწორედ მისი, ესე ვთქვათ, ეს ხდება უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ ესე ვთქვათ, ასრთა გაცვლა გამოცვლა მოხდეს პარტნიორებს შორის. მაგალითად, დედები ბავშვებთან დადებითი ემოციების ურთიერთგაცვლის ინიციატორები არიან, უკვე 9 თვის თავიდან არიან დედები ინიციატორები, რა თქმა უნდა. ახალშობილი ბავშვი ამ ინიციატივას თვითონ ვერ წამოიწყებს. მაგრამ უკვე 9 თვის ბავშვები კი თავად ხდებიან ეს ინიციატორები, ისინი იღიმიან მანამ სანამ დედა ან ოჯახის სხვა წევრი მათ საპასუხო ღიმილს არ შეახვედრებს. მეტიც თუ გაიხსენებთ, ბავშვები ცხოვრების პირველი წლის ბოლოს კარგად ეუფლებიან, ასე ვთქვათ, ერთობლივ ყურადღებას, ანუ მომლელის მზერის მიმართულებით ყურებას. ერთობლივი ეს ყურადღების დროს ჩვილი და ახალფეხადმული არა მარტო ვერბალურ, არამედ ემოციურ ინფორმაციასაც იღებს. იმ შემთხვევაში, როდესაც უფროსი ჩვილი უცხო ადამიანის იქნება ეს თუ რამე საგნის ან მოვლენის წინაშე აღმოჩნდება, მომვლელის საქციელს მეტი ყურადღებით აკვირდება. ძალიან ხშირად იციან ხოლმე უცხო ადამიანს, რომ დაინახავენ ბავშვები, თავიანთ დედას შეხედავენ გაკვირვებულები. ჯერ მათი რეაქცია აინტერესებთ ამ პიროვნების მიმართ, რადგან მის საპასუხო რეაქცია სწორედ ის განსაზღვრავს ძალიან ხშირად, რა დამოკიდებულებაც უჩნდება მისთვის სანდო პარტნიორს.